Τώρα ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი ვითარება გვაქვს საფონდო ბირჟებზე. წინა სესია ისეთი იყო, რომ მისი გახსენებაც კი არ მსურს 1.5%-იანი კორექცია, NASDAQ-თან -2%, თუმცა დღეს ვითარება არის გამოსწორებული, როგორც ხედავთ, პოზიტიური სიახლეების გავრცელების ფონზე, განსაკუთრებით პოზიტიური სიახლე კი რა თქმა უნდა ის არის, რომ ჰორმუზში არანაირი 20%-იანი გადასახადი არ დაწესდება. აი ამ ამბების ფონზე მატება გვაქვს S&P 500-დან +0.37%, NASDAQ-თან კი მატება უკვე არის დაახლოებით 1%. მხოლოდ გამონაკლისის წესით არის წარმოდგენილი Dow Jones-ი, რომელსაც აქვს -0.17%. აქვე, რა თქმა უნდა, კომპანიებზე შეგვიძლია პრინციპში გავეცნოთ, რამდენიმე საქმეს გამორჩეულად კარგი შედეგები, ერთ-ერთი არის Nvidia, ის აჩვენებს დაახლოებით 3%-იან ზრდას. Broadcom-იც კარგი შედეგითაა წარმოდგენილი, 2%-ზე მეტია მისი მატება და დანარჩენ კომპანიებს აქვს საშუალოდ 1%-ის ფარგლებში ცვლილება. არსებითად ყურადღების ცენტრში დღეს არც ერთი მსხვილი კომპანია არ არის, თუკი რა თქმა უნდა, იმ კომპანიებს არ ჩავთვლით, რომელთაც აქვთ კლება და კორექციები, ასეთი არის მაგალითად Oracle, რომელიც უკვე 62%-ითაა გაუფასურებული და ასევე IBM-ი, რომელმაც დღეს თავისი ანტირეკორდი მოხსნა და -25% დააფიქსირა ერთ სავაჭრო სესიაზე. მართალია, სესია ჯერ არ დახურულა და კიდევ რამდენიმე საათი დარჩა, თუმცა IBM-ის შედეგი ჯერჯერობით რაც ბირჟაზეა, მასზე კარგი არაფერი ითქმის, რაც არასახარბიელო ფინანსურ შედეგებს უკავშირდება. ამერიკიდან წავიდეთ უკვე ევროპაში, სადაც განწყობა დადებითია, +0.17% გვაქვს ამჟამად ძირითად ინდექსთან მიმართებით. შანხაის მატებაც აჩვენებს +1.36% გვაქვს აქ, ნიკეისთან კი +0.74% არის შედეგი. ნავთობზეც ვისაუბროთ, გაძვირებულია ნავთობი ბოლო პერიოდში მოგხსენებათ, 1.5% გვაქვს მატება, $85 უახლოვდება უკვე ბრენტის ფასი, WTI კი $79 ფარგლებში, ანუ ამის 13% არის მატების მაჩვენებელი ერთ კვირაში, ხოლო ბუნებრივად ერთად 15% აზრდა და უკვე მეგავატ-საათ ენერგიის ფასი 54 ევროსაც კი აღწევს. ოქროსა და ვერცხლებს ვისაუბროთ, მათი ღირებულება დღის მიწურულს გაიზარდა 1.5%-ით, ოქროს ფასი არის $4,058, ვერცხლის კი $58. კრიპტოს რაც შეეხება, აქ შედარებით კარგი განწყობა გვაქვს, 3% არის მატება, ინდუსტრიის შეფასება არის $2.310 მილიარდი. ბიტკოინის ფასი, როგორც ხედავთ, უკვე 64,800, ეთერიუმი კი 1,800, ლამის $1,900-დან კი ივაჭრება. ბოლო პერიოდში საკმაოდ მკვეთრი კორექცია იყო და ამის შემდეგ, როგორც ხედავთ, ფაქტობრივად ვერტიკალურ ზრდას ხედავთ, რაც ძალიან პოზიტიური დინამიკის მანიშნებელია, თუ კი ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ბაზრის აღმასვლა. მხოლოდ კარგი ამბავი იქნება ეს ინვესტორებისთვის და თუ კი თქვენ სურთ, რომ მიიღოთ ამ აღმასვლის ტენდენციაში მონაწილეობა ან კორექციის სარგებლობა, შეგიძლიათ მიმართოთ CoinMania-ს, სადაც არის წარმოდგენილი 1000-მდე სხვადასხვა კრიპტოაქტივი და თავად CoinMania არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კრიპტო ბირჟა. აქვე ჩვენ ლონდონსაც უნდა გადავალოთ თვალი, დიდად საინტერესო არაფერი მოხდა ბოლო კვირის განმავლობაში. აქ დღევანდელ სესიაზეც მცირედი კორექცია იყო, -0.87%-ის ფარგლებში. TBC კი ფაქტობრივად დღევანდელ სესიაზე არ შეცვლა. და ბოლოს რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას, მისი კურსი როგორც ხედავთ, დოლართან მიმართებით ამჟამად არის 2.63. ევროს კურსი არის ზუსტად 3, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.42. მოკლედ, აი ასეთი ვითარება და განწყობა გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე.